მოგესალმებით. დაგვეწერა დაჩქარებული კანონპროექტები. ისე არის კოლეგებო, რომ სამში ჩვენ ვართ სავალდებულო და ჩვენი განხილვის შემდეგ სხვა კომიტეტები განიხილავენ და ერთი კანონპროექტის საგადასახადო კოდექსი კიდევ პირიქით არის. ამიტომ დავიწყოთ იმ კანონპროექტებით, რომელიც ჩვენ შემდეგ სხვა უნდა განიხილოს და მივყვეთას თუ რაიმე საწინააღმდეგო არ აქვს, დავამტკიცოთ დღის წესრიგი. ესე იგი, გთხოვეს პირველ რიგში საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ გამარტივებული წესით, ანუ ერთი მოსმენით, მოხსენებელ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ იაშვილი. გთხოვთ ბატონო ზურაბ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს. საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 159 მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის დავალებით შესაბამისი სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია განახორციელოს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ამავე ორგანული კანონის 167 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად 159 მუხლის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვარი. ამავდროულად შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მუნიციპალიტეტების მომართვისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული აქვთ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა დასრულების შედეგად პროექტები უნდა გადავიდეს განხორციელების აქტიურ ფაზაზე. აღნიშნული კი გასცდება კანონით დადგენილ ზემოაღნიშნულ ვადას. ამდენად საჭიროა ამავე კოდექსის 167 მუხლის მე-5 პუნქტით 159 მუხლის მოქმედებისთვის გათვალისწინებული ვადის გადავადება გაგრძელება. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია მოხდეს კოდექსის 167 მუხლის მე-5 პუნქტით 159 მუხლის მოქმედების ვადისთვის გათვალისწინებული ვადის გადავადება გაგრძელება 2031 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტით განხორციელებული ცვლილების შედეგად საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 159 მუხლის მოქმედების ვადა გადავადდება 2031 წლის 1 იანვრამდე, რაც საშუალებას მისცემს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს განახორციელონ და დაასრულონ მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის მიღებით ხელი შეეწყობა მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაზე. მადლობა. კითხვები იქნება? კარგით, დროის გადაწევაზე არის საუბარი. ბატონო ბეჟან, თქვენ გნებთ, გთხოვთ. მოგესალმებით. ეს კანონი მე როგორც გავიგე თქვენი, იმიტომ რომ არ წამიკითხია დღეს შემოვიდა თუ გუშინ და ვერ გავეცანი სრულყოფილად. ამიტომ ეს გამოდის, რომ ცენტრალური ხელისუფლების რგოლი განახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მასაც შეუძლია განახორციელოს ინფრასტრუქტურული, ასე წერია, ხო? კი, ანუ ამ წუთას აქვს უფლება, თუმცა უფლება მუნიციპალიტეტების თავად მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის დავალებით შესაბამის უწყებას აქვს უფლება განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტებში. მხოლოდ იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებმა შეძლონ საკუთარი უფლებამოსილების უკეთ განხორციელება. 2026 წლის 1 იანვარს იწურება უკვე ამის ვადა, აქ უბრალოდ საუბარია ვადის გახანგრძლივებაზე. რადგან როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე უკვე არსებობს გარკვეული პროექტები, რომლებიც მოსამზადებელ ფაზაშია და ან უბრალოდ უკვე მშენებლობით ფაზაშია და 2026 წლის 1 იანვრამდე მათი დასრულება ვერ მოხდება. რაც საბოლოო ჯამში კანონის დარღვევას გამოიწვია. ეს რომელი პროექტებზეა საუბარი, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ? არა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. გასაგებია. ცენტრალური ხელისუფლება. მოგესალმებით. ვინაიდან დაჩქარებული წესით იყო შემოსული, კონკრეტულ დეტალებს ნამდვილად ვერ გავეცანი, უბრალოდ საინტერესოა ეს თარიღი 2031 წელი, საიდან არის აღებული საორიენტაციოდ. კი ბატონო, 2031 წელი
ეს ორ უწყებას შორის საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის კონსულტაციების შედეგად უბრალოდ გონივრულ თარიღად იქნა მიჩნეული, თუმცა თუ იქნება სხვა მოსაზრება თარიღთან დაკავშირებით, მზად ვართ ამაზე ვიმსჯელოთ, რომ თარიღი შეიცვალოს, არ არის პრობლემა. ერთ წუთით სხვა შეკითხვები ხომ არ არის? არ არის, მაშინ დაზუსტებები აქვს, ბატონი გიგო. ანუ უშუალოდ პროექტებიდან გამომდინარე ხო არ იყო უბრალოდ ისე არის აღებული ეს გონივრული ვადაა უბრალოდ გასაგები. კარგი, მე მგონი შეკითხვები არ არის, დავჭიროთ ხარი. რამეც სულება ართეულ დროის გადატანა არის. კარგი, მადლობა. მადლობა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი კანონპროექტები საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მოხსენებელია საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. თხოვთ ბატონო. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი მომზადდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციის გაძლიერების მიზნით. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მანდატი და შესაბამისად მთავრობის ადმინისტრაციის მანდატი გულისხმობს ეგრეთ წოდებულ ონლაინ რეჟიმში აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა სტრუქტურის გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებისა და მათი სისტემის მმართველობით გადაწყვეტილების დაკვირვებას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას იმისათვის, რათა არ მოხდეს გარკვეული პროექტების შეფერხება, ასევე უკვე შედეგი, რომელიც შესაძლებელია იყოს, ასე ვთქვათ, ნეგატიური, ეს შედეგი პრევენციის მიზნით თვითონ მიმდინარეობის ეტაპზევე აღმოიფხვრას. ამ მიმართულებით მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა შექმნისთანავე დაიწყო საკმაოდ აქტიური მუშაობა, აკვირდება შესაბამის პროექტებს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიმდინარეობს და აქვს კიდევ გარკვეული რეკომენდაციები, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი უწყებები ახდენენ რეაგირებას და გარკვეული ტიპის მმართველობითი ხარვეზების გამოსწორებას, თუმცა სრულყოფილი ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება არსებული საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე, ვინაიდან ზოგიერთ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციის შესასწავლად საჭიროა ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც დაცულია ან საგადასახადო, ან პერსონალური პრივილეგიით. შესაბამისად მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის სტრუქტურის კანონში გაჩნდეს შესაბამისი მითითება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციას, კონკრეტულად კი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს მისცემს შესაძლებლობას კონკრეტულად აი ამ ფუნქციის შესრულებისათვის, ანუ აქ იგულისხმება აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობა, შესაბამისი მოცულობით და შესაბამისი საჭიროებისათვის მხოლოდ რეკომენდაციის მოსამზადებლად იმ პრინციპების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია ერთი მხრივ საგადასახადო საიდუმლოების დამუშავებისას, მეორე მხრივ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას მიიღოს, შეისწავლოს ეს ინფორმაცია, რაც საბოლოო ჯამში მას მისცემს შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, რომელსაც მოამზადებს, იყოს სრულყოფილი, დასაბუთებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული, რისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას, რომელიც შესაძლებელია დღესდღეობით ვერ აქვს წვდომა გამომდინარე იქიდან, რომ საგადასახადო საიდუმლოება ან პერსონალური მონაცემია. კარგით, ანუ იმ ჩამონათვალში, ვისაც ამაზე წვდომა აქვს, დაემატება მთავრობის სტრუქტურა, ხო? მთავრობის ადმინისტრაცია მხოლოდ ამ მიზნებისათვის. კარგით, შეკითხვები ხომ არ არის? გასაგებია, კი ბატონო. ხარი დაუჭიროთ მაშინ. მადლობთ. შემდეგი საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი კანონპროექტების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამცავი კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი ისევ ბატონი ვახტანგი ბრძანდება. საკმაოდ დიდი კანონია და თქოთ, ყურადღებით გისმენთ.
ბატონო, მოგახსენებთ, აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დაგეგმილ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გაჟღერდა და გულისხმობს ბაზრის კვლევის სრულიად ახალი ინოვაციური მოდელის დამკვიდრებას და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა გათვალისწინებულია საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონით, რომელიც 2027 წლიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ამ შემთხვევაში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი ორგანო ჩამოყალიბდეს უკვე 2026 წლის 1 ივნისიდან. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ეს იქნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დღესდღეობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იმ კომპონენტს, რაც გულისხმობს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას, წამოიღებს და სრულად ეს ორგანო დამოუკიდებლად იქნება პასუხისმგებელი კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებაზე. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ მიერ შესწავლილი იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და უნდა აღინიშნოს, რომ ამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ისევე როგორც შესაბამისი დირექტივებით, რომელიც ევროკავშირის საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედებს, გათვალისწინებულია სახელმწიფო შესყიდვების სფეროს იმგვარად დაყოფა, როდესაც პოლიტიკის განმახორციელებელი არ არის ამავდროულად ყველაზე დიდი შესყიდვის განმახორციელებელი, ანუ კონსოლიდირებული შესყიდვების განმახორციელებელი. აქედან გამომდინარე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით განხორციელდება, უზრუნველყოფს დღეს მიმდინარე კონსოლიდირებული ტენდერების განხორციელებას და ჩატარებას, თუმცა თუ დღეს ამ კონსოლიდირებულ ტენდერს ატარებს მთავრობის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია, სადაც სხვადასხვა სამინისტროს პასუხისმგებელი თანამდებობის პირები შედიან, თუმცა ტექნიკურად და ლოჯისტიკურად ამ ყველაფერს უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, კანონის მიღების შემდეგ ამ შესყიდვის ჩატარებას უზრუნველყოფს უკვე ცენტრალური შემსყიდველი ორგანო და მის მიერ მის თანამშრომლების მეშვეობით დაკომპლექტებული სატენდერო კომისია. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლიდან იზრდება იმ შესყიდვის ობიექტების რაოდენობა და ჩამონათვალი, რომელიც კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეისყიდება. საუბარია ამ შემთხვევაში ფართომოხმარებისა და მუდმივი საჭიროების მქონე საქონელსა და მოხმარებაზე, რომელიც არსებული პრაქტიკის შესაბამისად ჩვენთვის ცნობილია, რომ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას, ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას მის ფუნქციონირების მიზნებიდან გამომდინარე ექნება საჭიროება, რომ შეისყიდოს. ამ დროს ცხადდება კონსოლიდირებული ტენდერი, კონსოლიდირებულ ტენდერში იმარჯვებს მიმწოდებელი და ყოველგვარი დამატებითი სატენდერო პროცედურების გარეშე შეუძლია ამ შემთხვევაში მიმწოდებელ ორგანიზაციას, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას, რომ მასთან უკვე გამარჯვებულ პრეტენდენტთან გააფორმოს კონტრაქტი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოგრაფიული თვალსაზრისით სხვადასხვა ადგილას განთავსებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, ასევე მცირე ბიუჯეტიანი შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, ვინაიდან მათ მიერ გამოცხადებული ტენდერებში არ შემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერების წილი განსაკუთრებით დიდია, სწორედ იმის გამო, რომ მცირე ბიუჯეტის ან გეოგრაფიული ხელმისაწვდომელობის გამო შემსყიდველი ორგანიზაციებთან კონტრაქტის გაფორმებას და მათთან სატენდერო პროცედურებში შესვლისაგან თავს იკავებენ ხოლმე პოტენციური მიმწოდებლები, ამიტომ შესაბამისი ტენდერი როგორც წესი არ სრულდება კარგი შედეგით. აქედან გამომდინარე, მთავრობა კვლავ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომ არსებობდეს კონკრეტული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც განზოგადდება და ამ განზოგადების შედეგად მოხდება, ვთქვათ, ყოველწლიურად შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება, გამოვლენა გამარჯვებული პრეტენდენტის და გამარჯვებულ პრეტენდენტთან შესაბამისი კონტრაქტების დადების შესაძლებლობა. ამავდროულად ჩვენ გავითვალისწინეთ ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დაუგროვდა ცალკეულ შემსყიდველ ორგანიზაციებს და ეს გამოცდილება გულისხმობს, რომ კონკრეტულ შესყიდვის ობიექტთან მიმართებაში შესაძლებელია მაგალითად ისეთ მსხვილ შემსყიდველ ორგანიზაციას, როგორც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჰქონდეს კარგი გამოცდილება, როგორც ბაზრის შესწავლის მიმართულებით, ისე შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების შედგენის, ადეკვატური ფასწარმოქმნის შესწავლის და დადგენის მიმართულებით. ამიტომ შესაძლებელია, რომ ცალკეული კომპონენტი კონსოლიდირებული ტენდერის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გამოაცხადოს ასევე ამ შემსყიდველმა ორგანიზაციამაც, ისევე როგორც დადგინდება კონკრეტული მონეტარული ზღვარი, რომლის ზემოთაც განსახორციელებელი შესყიდვები სწორედ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეისყიდება.
მოდელის ყიდება. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდელს. ეს გახლავთ სრულიად ინოვაციური მეთოდი და მოგეხსენებათ, რომ ბაზრის კვლევა არის უმნიშვნელოვანი კომპონენტი იმისათვის, რათა ერთი მხრივ სამართლიანი ფასწარმოქმნა იქნეს უზრუნველყოფილი, ამავე დროულად დაცული იყოს შესაბამის სფეროში, შესაბამის შესყიდვის ობიექტებთან მიმართებით ქვეყანაში არსებული პოტენციური მიმწოდებლების ინტერესები და კონკურენციის პრინციპი. ბაზრის კვლევის დღეს არსებული მოდელი გულისხმობს შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი კონკრეტული ჯგუფის არჩევას, დაახლოებით არანაკლებ 3 მიმწოდებლის არჩევას, როდესაც მათ ელექტრონული პოსტის მეშვეობით ეგზავნებათ შესაბამისი შეტყობინება, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია გეგმავს ასეთი შესყიდვის განხორციელებას და მიიღოს მათგან, ასე ვთქვათ, მათ მიერ შემოსათავაზებელი ფასილი, ისევე როგორც შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ საბოლოო ჯამში მეტნაკლებად ადეკვატური ფასის საფუძველზე ხორციელდება შესყიდვის პროცედურის გამოცხადება, თუმცა არის დახურული და გარკვეულწილად შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესზე და მის დისკრეციაზე დამოკიდებული, რომელ კონკრეტულ მიმწოდებელს აირჩევს ამ შემთხვევაში და გაუგზავნის შესაბამის შეტყობინებას. ელექტრონული მოდული, რომელიც სხვათა შორის შეიქმნა სწორედ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით, გულისხმობს ამ პროცესის ერთი მხრივ ტრანსპარენტულობას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ნებისმიერი შემსყიდველი ორგანიზაცია, როდესაც გადაწყვეტს შესყიდვის განხორციელებას, ის ელექტრონული მოდულის მეშვეობით აგზავნის შეტყობინებას სისტემაში რეგისტრირებულ ყველა მიმწოდებელთან და მეორე მხრივ ეს პროცესი არის ინკლუზიური იმ თვალსაზრისით, რომ ამ სისტემაში რეგისტრირებულ ყველა მიმწოდებელს და არა 4-ს, 5-ს ან წინასწარ არჩეულ თუნდაც 10 მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა, რომ შესაბამისი შეთავაზება გაუგზავნოს ამ დროს შემსყიდველ ორგანიზაციას. შემსყიდველი ორგანიზაცია აღნიშნულ პროცესს ვერ ხედავს მანამ, სანამ ფასთა გამოკითხვა არ დასრულდება და ფასთა გამოკითხვის დასრულების შემდეგ უკვე მას აქვს სრული სურათი, თუ რა არის კონკრეტული შესყიდვის ობიექტის ფასი და აქედან გამომდინარე ხდება როგორც ადეკვატური ფასწარმოქმნის დადგენა და შესაბამისად კონკურენციის პრინციპის უფრო ისეთი კარგ შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმოება, ისევე სწორი და კარგად შედგენილი ტექნიკური სპეციფიკაციებით რისკი არის მინიმიზებული, რომ თქვათ კონკურსი არ ჩატარდება და ან საბოლოო ჯამში შესაბამისი შედეგით არ დასრულდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული შეეხება შესყიდვის ყველა საშუალებას და არა მხოლოდ ტენდერის ფარგლებში გამოსაცხადებელ შესყიდვებს, ის იმოქმედებს ასევე გამარტივებული შესყიდვის პირობებში, ვინაიდან გამარტივებული შესყიდვის დროსაც ხდება წინასწარ ბაზრის შესწავლა და ერთეულის ფასის დადგენა იმისათვის, რათა შესყიდვის ობიექტის ფასი ჩამოყალიბდეს. ეს მოდული დღესდღეობით ფუნქციონირებს, მისით ისარგებლა დაახლოებით 9-ზე მეტმა შემსყიდველი ორგანიზაციების, თუმცა მას თუ დღეს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, კანონის მიღების შემდეგ უკვე შემუშავებული იქნება შესყიდვების სააგენტოს მხრიდან სპეციალური წესი, რომელმაც უკვე ეს ტექნიკური მოთხოვნები უნდა ასახოს უკვე სამართლებრივი სახით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში ზუსტად ანალოგიური პრინციპები მთავრობის გადაწყვეტილებით დადგინდება და უკვე ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია იქნება ვალდებული, რომ მიიღოს შესაბამისი ამ მოდულის მეშვეობით მოახდინოს ბაზრის კვლევა და მოიკვლიოს შესაბამისი ბაზარი. და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, ამასაც მოკლედ შევეხები, შეეხება თვითონ საფასურებს. საფასურები დღესდღეობით გახლავთ შემდეგი, დაახლოებით 50 ლარი არის სატენდერო განაცხადის გამოქვეყნების საფასური და წინადადების წარდგენის საფასურიც პრეტენდენტის მხრიდან არის 50 ლარი, თუმცა კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში ეს 5000 ლარია, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია თანხა განსხვავებულად დადგინდეს. როგორც წესი პრაქტიკა არის, რომ იმისთვის, რათა ბერმა მიმწოდებელმა მიიღოს მონაწილეობა, თანხა ნაკლები დგინდება ხოლმე. კანონის დადგენილი ეს საფასურები 2010 წლიდან არის, მას შემდეგ არ შეცვლილა, თუმცა თუ 2010 წელს სისტემას ყავდა დაახლოებით 10000 მომხმარებელი, დღესდღეობით სისტემას როგორც მიმწოდებლების, ისე თვითონ შემსყიდველების ჯამური რაოდენობა აჭარბებს 65000, შესაბამისად იზრდება როგორც სისტემის დატვირთულობა, ისევე შესაბამისი საჭიროება, რომ შესაბამისი პერსონალი და მხარდაჭერა ჰქონდეს და აქედან გამომდინარე საჭიროა, რომ საფასურები იყოს ადეკვატური როგორც ბაზრის, ისევე შესაბამისი სისტემის მომსახურების და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საფასური გახდეს 100 ლარი, როგორც გამოქვეყნების, ისევე წინადადების წარდგენის საფასური, ასევე 2026 წლის 1 ივნისიდან, როდესაც ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
შეიქმნება, კონსოლიდირებული ტენდერის საფასური მკაფიოდ დადგინდება 100 ლარის ოდენობით და 5000 ლარი და მთავრობის მიხედულებაზე აღარ იქნება დამოკიდებული, რომ ამ შემთხვევაში იყოს 5000 ლარი, მაგრამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს რა ოდენობის თანხა იქნეს დადგენილი. ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული ნორმები ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვრიდან, იმიტომ რომ მოდულიც მზადაა, შემწყდელმა ორგანიზაციებმაც უკვე სატესტო რეჟიმში იმუშავეს ამ სისტემაში და არის საკმაოდ კარგი გამოხმაურება. რაც შეეხება ცენტრალური შემწყდელი ორგანოს ნაწილს, ის 1 ივნისიდან შევა ძალაში, მანამდე აუცილებელია შესაბამისი ბაზის მომზადება, SIP-ის ფორმით ჩამოყალიბება, დაკომპლექტება ამ სტრუქტურის და უკვე 1 ივნისიდან ეს დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეუდგება ფუნქციონირებას, კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას და კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ძირითადი შემწყდელი ორგანო, სწორედ ტექნიკური პროცესის განმახორციელებელი, თორე შემწყდელი ყველა თავის საჭიროების მიხედვით იქნება სწორედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ცენტრალური შემწყდელი ორგანო. ეს გახლავთ ძირითადი შეკითხვების შემთხვევაში მზადვარდი პასუხი. კი ბატონო, მივყვეთ ბატონო ლევანი, ბატონი ირაკლი, ბატონი ილია, ბატონი ბეჟანი. დიდი მადლობა ამ დეტალებისთვის, ეს ძალიან სერიოზული ინიციატივაა და რა თქმა უნდა ყველა მივესალმებით. და ყველა კარგად ხვდებით თუ რატომ კეთდება ეს შეურიგებელი ბრძოლა რაც არის კორუფციასთან გამოცხადებული, ეს ერთ-ერთი გაგრძელებაა და აბსოლუტურად გამჭვირვალე ხდება უკვე შესყიდვის პროცესიც და მოქალაქეებისთვისაც ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი არის. ერთადერთი აი უკეთესად რო აგვიხსნათ ცენტრალიზირებული შესყიდვების ორგანოსა და შესყიდვების სააგენტოს შორის ტექნიკურად რა ტიპის განსხვავება იქნება? მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მეც მივესალმები ამ ინიციატივას. ეს ზუსტად პასუხობს იმ ამბიციურ მიზანს, რაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს გაცხადებული, რომ რამოდენიმე წელში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ვიყოთ მოწინავე სამეულში, მსგავსი კანონ პროექტებით, მსგავსი ინიციატივებით მე ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებელი, რაც შეეხება კითხვას, აი კონსოლიდირებული ტენდერების შემთხვევაში დღეს არსებობს საქონელის და მომსახურებების გარკვეული ჩამონათვალე. იგეგმება თუ არა ამ ჩამონათვლის გაფართოება ან გადახედვა, თუ იგივე შემადგენლობით დარჩება ეს ყველაფერი და ელექტრონულ მოდულზე ისაუბრეთ ბაზრის კვლევის ეტაპზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სისტემაა. მე მგონია რომ ბევრად გაუმჯობესებს შერჩევა კომპეტენტური შესაბამისი კომპანიის შერჩევას და რა თქმა უნდა გაზრდის კონკურენციას. დღეს ჩვენ ძალიან ბევრჯერ შეგხვედრია ისეთი განხორციელებული პროექტები, სადაც ზუსტად აი ამ კონკურენციის ნაკლებობიდან გამომდინარე და კომპანიებს არ ქონდათ ხელმისაწვდომობა გარკვეულ ტენდერებზე, საკმაოდ დაბალი ხარისხია მიღებული. აი ამ ელექტრონულ მოდულში როგორ ხვდებიან კომპანიები, სავალდებულო იქნება თუ არა დარეგისტრირება შესაბამისი პროფილის შემთხვევაში და თუ არ დარეგისტრირდნენ ან ვერ დარეგისტრირდნენ, ექნებათ თუ არა მომავალში შესაძლებლობა რომ მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში. დიდი მადლობა. ბატონო ილია. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო და ლოგიკური განვითარება არის იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, პირველ რიგში კორუფციასთან ბრძოლისთვის და ძალიან მივესალმები ასეთი ორგანიზაციის შექმნას. მაქვს რამდენიმე შეკითხვა. რამდენად მომავალში შეიძლება შეეხოს ცენტრალური შემწყდელი ორგანიზაცია ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, მაგალითად სკოლების, ბაღების მოწყობის და მათი საჭიროებიდან გამომდინარე და კიდევ მრავალი შეიძლება იყოს. ეს ერთი კითხვა მაქვს. დაახლოებით თუ გაქვთ დათვლილი მოლოდინი, რა ხარჯებს შეგვიმცირებს წელიწადში მსგავსი შესყიდვების განხორციელება და მესამე კითხვა, უცხოური კომპანიებსაც შეეძლება თამაში მონაწილეობის მიღება და ტენდერში მონაწილეობის მიღება თუ იქნება უფრო აქცენტი ადგილობრივი კომპანიების ან პრიორიტეტი თუ იქნება ადგილობრივი ბაზრის წახალისებისთვის. დიდი მადლობა. ბატონი ბეჟანი, მე მგონი სხვა კითხვები არ არის.
მოგესალმებით მეგობრებო. მივესალმები რა თქმა უნდა და სერიოზული გაძლიერება ეს სამსახური და ფაქტიურად ახალი სამსახური შექმნა, როგორც მე ხედავ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფუნქციები აკისრება, მე არ წამიკითხე სტრუქტურა ხა თუ როგორ ჩამოყალიბდება, მაგრამ აქ ერთი კითხვა მაქვს. ჩვენ ვიცით რომ რა არის ჩვენი მიზანი, საბოლოო მიზანი და ეს მიზანი უნდა შესრულდეს. მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, იმიტომ ეს არ არის იოლი თემა, რამდენად და მაინტერესებს რამდენად მზად არის სტაფი დღეს, რომელიც შევსებული უნდა იყოს ამ ადამიანებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამუშაო ექნება და რამდენად იქნება ეს სამსახური დაკომპლექტებული ასეთი ადამიანებით. მეორე შესყიდვების ბაზრის კვლევაზედაც ცოტა დიფერენცირება უნდა მოხდეს ჩემის აზრით, იმიტომ რომ ერთიანი ბაზრის კვლევა არ გამოგვადგება, ზოგი შეიძლება შესყიდვები სხვა კუთხეში სხვანაირი იყოს, აქაც ერთიანი საქართველოს ბაზრის კვლევა, მე მგონი არის ისეთი შესყიდვები დაგჭირდება, რომელიც რეგიონების წრილში იქნება გასახილვი, თუმცა მე მივესალმები იმის მცდელობას, რომ ერთიანი ფასები ჩვენ უნდა ვიცოდით საქართველოში და შესყიდვების ფასებიც უნდა იყოს რეალური და მე მივესალმები ერთ რაღაცას და ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა ეს კანონშიდაც მაშინაც ვამბობდი, როცა იღებოდა კანონის შესყიდვების შესახებ, თუმცა ეს გამოგვეპარა, რომ არ უნდა იყოს ტენდერები ისეთი მიღებული და შესყიდვებზე არ უნდა იყოს განაცხადები, რომლებიც საბაზრო ფასზე დაბალი იქნება. ჩვენ იქ დავაწესეთ, რომ რაღაც 20%-იანი ზღვარი, თუმცა ხშირად ეს 20%-იანი ზღვარი არ არის საკმარისი და ძალიან ბევრი ამის გამო უხარისხო პროდუქციას ვიღებთ საერთო ჯამში და ვერ აღწევთ იმ შედეგს, რა შედეგითაც გვინდა მივახციოთ. ამიტომ რაღაც კრიტერიუმი უნდა ჩამოყალიბდეს, რომ თავისი მოგების ჩართვლით ამაზე დაბალი პროდუქტი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ტენდერები უნდა იყოს მოხსნილი. და საერთო ჯამში მე მგონი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ტენდერების თუ შესყიდვების თუ ნებისმიერი ამ პროდუქციის თუ არა აქვს მნიშვნელობა, იქნება სახელმწიფო როდესაც რაღაცას ყიდულობს და რაღაც უნდა გააკეთოს მეწარმემ, აქ მთავარი იქნება, რომ განაცხადის გამარჯვებული ტენდერში და შესყიდვაში გამარჯვებულზე იმ შემთხვევაში თუ ის პირველივე რაღაც დაარღვევს იმ შეთანხმებას, რაზედაც მან ხელი მოაწერა, რაც უნდა შეასრულოს, ავტომატურად უნდა გადადიოდეს მეორეზე და შემდეგ გავაგზავნოთ მასთან დავა, იმიტომ რომ პროექტები და შესყიდვები ძალიან ბევრი ვარდება ასეთ შემთხვევაში, თავიდან უნდა გამოაცხადოს, შემდეგ თავიდან ტენდერი, თავიდან შესყიდვა, ამაზედაც უნდა ვიფიქროთ და მე მგონი ეს ერთიან სივრცეში და ერთიან ჯამში მოგცემს შედეგს. მივესალმები რა თქმა უნდა და გისურვებთ წარმატებებს. მუხლობრივად ალბათ გავივლით და იქ უფრო ცხადად გამოჩნდება ყველაფერი. მადლობა. ესა მეც მაქვს რამოდენიმე შეკითხვა, რამოდენიმე არა უბრალოდ ერთი. რაც შეეხება ბაზრის კვლევას, ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, ტენდერების უმრავლესობის პრობლემა ზუსტად ბაზრის კვლევასთან არის დაკავშირებული და ამიტომ რაც ბატონო ბეჟანო თქვა, დარწმუნებული არის ყველანაირ ჭრილში იქნება, საერთო ჭრილშიც, რეგიონალურშიც და ყველანაირად. აქ მე პირადად არა მაქვს საკითხი, იმედი მაქვს, რომ რაც კანონშია მიზნები ისე შესრულდება. რაც შეეხება ცენტრალური შესყიდვის ორგანოს, ეს სტრუქტურულად როგორ იქნება შესყიდვების სამსახურში. ანუ მის დაქვემდებარებაში იქნება, აი მაგალითად, როდესაც შესყიდვები ხდება, შესყიდვების სამსახურს შეუძლია მიმდინარე პროცესში ჩაერთოს, შენიშვნა მიცეს, რაღაც მითითება, შეიძლება გააუქმოს და ასე შემდეგ და აი ეს საერთოდ ვარდება იმ შესყიდვების სამსახურიდან თუ აი რა კონტაქტი ექნება მასთან და რა ურთიერთობა. და გთხოვთ. ხო, კი ბატონო. მადლობა შეკითხვებისთვის. ესე იგი, დღესდღეობით ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, გარდა იმისა, რომ არის უпростоრეთ შესყიდვების სააგენტო, გარდა იმისა, რომ არის პოლიტიკის განსაზღვრელი, რაც გულისხმობს, რომ ის არა მარტო ტექნიკურად ემსახურება შემსყიდველ ორგანიზაციებს, უთმობს მას შესაბამის ელექტრონულ რესურსს, იმისთვის, რომ გამოაქვეყნონ განცხადებები, მიიღონ წინადადებები და გამოავლინონ გამარჯვებული, ამავდროულად ადგენს მათი ოპერირების წესებს, როგორ უნდა ჩაატარონ ნებისმიერი შესყიდვის პროცედურა, იღებენ შესაბამის
ინფორმაციას მათგან და მაკონტროლებლებიც არიან, მაგრამ ამავდროულად ახორციელებენ ცენტრალიზებულ შესყიდვასაც. ანუ იმ ცენტრალიზებული შესყიდვის ჩატარების წესი არის თავის მიერ დადგენილი და ცენტრალიზებული შესყიდვა არის, როგორც მოგეხსენებათ, თავისი ბიუჯეტი ძალიან მსხვილი და ესეთი ფართო შესყიდვა. საბოლოო ჯამში ცალ-ცალკე არსებული შემსყიდველი ორგანიზაციები შეიძლება პატარ-პატარა კონტრაქტს აფორმებენ ამ გამარჯვებულ პრეტენდენტთან, მაგრამ საბოლოო ჯამში იმ ერთი პრეტენდენტის მიერ ერთიანი ბიუჯეტიდან მიღებული ფული, ნაერთი ბიუჯეტიდან მიღებული ფული წარმოადგენს მნიშვნელოვან სიახლეს, მნიშვნელოვან თანხას. ამ ცვლილების მიღების შემდეგ ორივე დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს. ერთი იქნება შესყიდვების სააგენტო, რომელიც განსაზღვრავს მხოლოდ პოლიტიკას და ქცევის წესებს. ეს ქცევის წესები ამ შემთხვევაში იქნება შესასრულებლად სავალდებულო, ასევე ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსათვის, თუ ის როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია ისე იმოქმედებს. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესს, პროცედურებს, იგივე საბანკო გარანტიის მოთხოვნას, გამოცდილების კრიტერიუმების დაწესებას, ყველა ამ ნაწილში ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსთვის ქცევის წესების დამდგენი იქნება საქართველოს მთავრობა. იმიტომ რომ კონტროლის განმახორციელებელიც არის საქართველოს მთავრობა, ძირითად ბიუჯეტზე პასუხისმგებელიც არის საქართველოს მთავრობა და ამ თვალსაზრისით მოხდება ამ შემთხვევაში ანგარიშვალდებულება მთავრობასთან, ანუ დღეს თუ საჯარო სამართლის, თუმცა რჩება გარკვეული კომუნიკაცია შესყიდვების სააგენტოსთან, შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი მონიტორინგის მიზნით ექნება შესაძლებლობა, რომ სათანადო დოკუმენტები გამოითხოვოს. ჩამონათვალს რაც შეეხება, ჩამონათვალი ეფუძნება დღესდღეობით ორ ძირითად კრიტერიუმს. ის, რაზეც ცხადდება კონსოლიდირებული ტენდერი, უნდა იყოს ამ ფართო მოხმარების, ანუ ვიცით, რომ ეს დაჭირდება პრაქტიკულად ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, ან მუდმივი საჭიროების, ესეც ნიშნავს იმას, რომ წლის განმავლობაში არ დარჩება პრაქტიკულად შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც მაგალითად პირობითად საკანცელერიო ქაღალდის ან სასმელი წყლის შესყიდვა არ დაჭირდება. ამიტომ კონსოლიდირებული ტენდერი ცხადდება ამ საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა რასაკვირველია, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებიც არის ისეთი პროექტები, რომელს წარმატებით განხორციელება პირდაპირ არის მიბმული ერთი მხრივ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რესურსის ხარჯვასთან, მეორე მხრივ ეკონომიკის ზრდასთან. სწორედ ამიტომ კანონში არის ჩადებული შესაძლებლობა, რომ კონკრეტული მონეტარული ზღვარი დაწესდეს მთავრობის მიერ და ამ მონეტარული ზღვარს ზემოთ შესყიდვები განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც შეიძლება ვთქვათ დღესდღეობით ასეთი მონეტარული ზღვარი ევროკავშირის დირექტივით დადგენილი სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში, თუ არ ვცდები, 5 მილიონი ევროა. აი ეს იყოს კრიტერიუმი ამ შემთხვევაში და მიიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს ასეთი შესყიდვა განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით. თუმცა აქ ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, იმ თვალსაზრისით კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით განხორციელება, როგორც შეიძლება წყლის შემთხვევაში იყოს, ვინაიდან სასმელი წყალს არ შეიძლება ჰქონდეს რაღაცა სხვა მახასიათებლები, შეიძლება არ იყოს წარმატებული, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ინდივიდუალური რობით ხასიათდება ინფრასტრუქტურული პროექტი, მაგრამ ამ ყველაფერს დააზღვევს სწორედ ეს მონეტარული ზღვარი და მონეტარულ ზღვარს ზემოთ შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელება. ხარჯების შემცირების თვალსაზრისით კონსოლიდირებული ტენდერი ზოგადად ჯერ ერთი რო ადმინისტრაციულ ხარჯს ამცირებს, იმიტომ რომ წინარე ეტაპები და პროცედურის ჩატარება, რაც გულისხმობს როგორც ბაზრის მოკვლევას, ისე გამარჯვებულის გამოვლენას, მის დაკონტრაქტებას და ადმინისტრაციული ხარჯების გაწევას პრაქტიკულად განულებულია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არსებობს, ასე ვთქვათ, კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაცია და მიმწოდებელი და ამ მიმწოდებელთან, რომელიც გამარჯვებულად არის გამოვლენილი სატენდერო კომისიის მიერ ხდება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ამას თუ ესე მაკრო მასშტაბში წარმოვიდგენთ დაახლოებით დღეს ბაზარზე რაც არის 3700 შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია რომ არ ჩაატაროს არც ბაზრის კვლევა, არც შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ან გამარტივებული შესყიდვის პროცედურები და პირდაპირ გამარჯვებულთან დადოს შესაბამისი კონტრაქტი. უცხოელ კომპანიებს რასაკვირველია ექნებათ შესაძლებლობა რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ტენდერებში და ელექტრონულ მოდულში მოხვედრის მეთოდი არის საკმაოდ მარტივი. კონკრეტულ მიმწოდებელს შეუძლია დღესაც მაგალითად, აი დღეს
როგორც მუშაობს ბაზრის კვლევის მოდული, არის ესეთი კონკრეტული მიმწოდებელია, რომელიც მუშაობს პირობითად ისეთ სფეროში, როგორც არის საკანცელერიო ქაღალდის დამზადება და მისი რეალიზაცია. მას შესაბამისი ველი შეუძლია მონიშნოს შესყიდვების ელექტრონულ მოდულში და არა მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი შემწყიდველი ორგანიზაცია, როდესაც აცხადებს კონკრეტულ ბაზრის კვლევას, მას შესაბამისი ინფორმაცია შეტყობინების სახით მიუვა, რომ მაგალითად პირობითად თერჯოლის მუნიციპალიტეტი ატარებს ბაზრის კვლევას საკანცელერიო ქაღალდის შესყიდვაზე და ყველას, ვისაც ეს მონიშნული ექნება და ეს მათ მიერ მარტივი პროცედურით ხდება, ერთი დაკლიკებით შესაბამისი ველის მონიშნა, მიუვა შეტყობინება ყველა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ბაზრის კვლევის შესახებ და ექნება შესაძლებლობა, რომ შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს. ან სრულიად არაბიუროკრატიული რაღაცა ტექნიკური პროცედურის შესრულებით ხდება შესაბამის სისტემაში რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება. შესყიდვების სამსახურთან მიმართებაზეც დავამატებ ასევე, რომ დღესდღეობით გვაქვს ესეთი მექანიზმი. შესყიდველების გადაწყვეტილება საჩივრდება დავების განხილვის საბჭოში, მაგრამ კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ საჩივრდება სასამართლოში. ეს სქემა უცვლელად დარჩება უბრალოდ იმ დაზუსტებით, რომ ამ შემთხვევაში ეს კონსოლიდირებული ტენდერი თუ იყო მთავრობის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისიის ჩასატარებელი, დღეს ამას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მისი სატენდერო კომისია, საკონკურსო კომისია და აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილება აღარ გასაჩივრდება არც დავების განხილვის საბჭოში და არც შესყიდვების აგენტოში და გასაჩივრდება პირდაპირ სასამართლოში. პირიქით დროს წელავს იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ ესეთი გასაჩივრება აჩერებს მათ შორის შესყიდვის პროცედურებს. ეს ერთი შემწყიდველი ორგანიზაციის შემთხვევაში შეიძლება პრობლემა არ იყოს, იმიტომ რომ მან რაღაცა სხვა საშუალება იპოვოს თავისი შესაბამისი საჭიროების დაკმაყოფილების, მაგრამ კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში მთლიანად შესაბამისი შედეგით მოსარგებლე საბიუჯეტო და საორგანიზაციების სექტორი ელოდება შესაბამის გადაწყვეტილებას და ამიტომ არის დღესაც ეს ასე ვთქვათ არგუმენტი და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იმიტომ არის ასე მიღებული. დაზუსტება და ძალიან გთხოვთ ეკონომიკის კომიტეტი გველოდება სხვათა შორის მეც მაგ დასაზუსტებელი, ანუ დავების საბჭო აღარ არის ასე გამოდის კონსოლიდირებულზე და მაშინ თუ მხოლოდ საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური მუშაობა ექნება შესყიდვების სამსახურს, ადგილობრივ შესყიდვებს და არა კონსოლიდირებულ შესყიდვებს ვინ გააკეთებს? და ბატონ ილიას თქვა და მოკლედ ძალიან გთხოვთ პასუხი რა. ჩვეულებრივი პროცედურა აჯერ ბატონ ილიას გთხოვთ და დაზუსტება. ძალიან მოკლედ რაღაცის დაზუსტება მინდა თქვენ აღნიშნეთ, რომ უცხოური კომპანიები შეიძლება დარეგისტრირდნენ ტენდერებში, რამდენად შეიძლება მათ ძალიან დიდი კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს, შიდა ბაზარზე მომუშავეებს და როგორ შეიძლება მათი ინტერესებიც იყოს დაცული. მაგალითად, არ ამგონია, რომ ადგილობრივმა კომპანიებმა შეძლონ რაღაცა ეტაპებზე კონკურენცია გაუწიონ. კარგი, აი ამის დაზუსტება მინდოდა, თუ იქნება სამომავლოდ ამის გათვალისწინება, ვიფიქროთ ამაზე. ალბათ ამას განხილვის დროსაც გავივლით, მაგრამ ეხლა რაც ჩანს პირველი მასში, შესყიდვების ფასებზე, რა თქმა უნდა, ისაუბრეთ ეს კვლევაზე და ასევე ისაუბრეთ იმ გასაჩივრების პროცესებზე, მაგრამ დღეს თუ აკვირდებით ჩვენს ქვეყანაში, აი მიუხედავად იმისა, უამრავი თანხა დაიხარჯა ინფრასტრუქტურული პროექტებზე, შესყიდვებზე, ვერ ჩამოყალიბდნენ კომპანიები, რომელიც სოლიდურად შემოვლიან ბაზარზე. ყოველი მეორე, ყოველი მესამე ტენდერი ვარდება იმის გამო, რომ კომპანია არ არის მზად ამა თუ იმ პროექტის შესასრულებლად. ეს ყველაფერი თავი და თავი უნდა ვიძიოთ ფასებში და პრივილეგია პირდაპირ მივანიჭოთ ფასებს, თუმცა იქ რაღაცები არის ჩადებული, რომელიც არ ანიჭებს პირდაპირ, მაგრამ სინამდვილეში ესე გამოდის. ამიტომ ფასწარმოქმნის სისტემაში და ფასების კვლევაში უნდა იყოს დადებული მინიმუმ უნდა შეიმუშაოს. თვითონ ალბათ ამ შესყიდველობა, რომელიც იქნება ეს სამსახური
ნებისმიერი, რომ იყოს ყველა საქონელზე კვლევა ერთია, მაგრამ რეალური ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად რა ფასია ქვეყანაში ამა თუ შესყიდვების ამა თუ ობიექტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შედეგი გვექნება ისე, რომ რაც დღეს გვაქვს უამრავი, თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტები, თუნდაც რაღაცები კეთება ისეთი პროექტებით, რომელიც ფაქტიურად განწირულია, რომ ის უხარისხო იქნება და მე ძალიან ბევრ რაიონებში არის ერთი სკვერი 400 კვადრატი ყველა გამგებელი რამდენიც მოვიდა იმდენმა გაარემონტა, იმიტომ რომ თავიდან იყო დაშვებული შეცდომები და აი ამას უნდა დასამსახური თუ იქნება ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული თუ თავარი ხო არ არის რომ ჩვენ რაღაც დავხარჯოთ, თავარია დავხარჯოთ, მივიღოთ პროდუქცია და იყოს ხარისხიანი. აი ამას სამივეს უნდა პასუხობდეს ის სამსახური, რომელიც ასე იქნება. მოკლედ გთხოვთ ბატონო. ამ შემთხვევაში სპაგოვჯით სარგებლობას, ანუ იმ მოდულით, ტრადიციული მოდულით, რაც ეხება შესყიდვების სააგენტოს მოდულს, ისარგებლებს ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია, თუ არ ახდენს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვის განხორციელებას. ადგილობრივისა და უცხოელის მიმართებასთან დაკავშირებით, ყველაზე თვალსაჩინო არის უფრო პრაქტიკა, რომ როგორც წესი უცხოური კომპანიები უფრო მეტად იღებენ მონაწილეობას იმ საერთაშორისო პროექტებში, რომელიც არა ჩვენი შესყიდვების წესების მიხედვით იმართება, არამედ კონკრეტული დამფინანსებელი ორგანიზაციის შესყიდვების პროცედურებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია ალბათ შენარჩუნდება, იმიტომ რომ შესაბამისი ბიუჯეტი არ არის ხოლმე როგორც წესი მათთვის საინტერესო, თუ ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ცხადდება. ფასის დადგენის პრობლემას რაც შეეხება, ამას არსებული ბაზრის კვლევის მოდელი განაპირობებს, იმიტომ რომ პრინციპში ფრაგმენტულია ეს ფასის კვლევა, იმიტომ რომ მიხედულების მიხედვით ხდება რამოდენიმე მიმწოდებლისაგან შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და ელექტრონული მოდული, როდესაც გახსნის ამ საზღვრებს და მოშლის, ასე ვთქვათ, ყველას ექნება შესაძლებლობა ფასი დააფიქსიროს, სწორედ შესაბამისი მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი წინადადებებით მივიღებთ ჩვენი აზრით იმ ადეკვატურ ფასს, რომელიც საბოლოო ჯამში აგვარიდებს როგორც ხარისხის პრობლემას, ისე ზედმეტი დანახარჯის გაწევის პრობლემას საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან. კარგით, მეორე მოსმენაზე უფრო მეტი საშუალება გვექნება, რომ კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ, მოდი მხარი დაუჭიროთ ახლა კარგი ინიციატივას. მადლობა. და ბოლო საკითხი. საქართველოს თავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კავშირში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი მამუკა ბარათაშვილი. გთხოვთ ბატონო. ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო დეპუტატებო, წარმოგიდგენთ საგადასახადო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონპროექტს და ასევე თამდევ კანონპროექტებს, რომელიც ბატონმა მოგახსენათ, კერძოდ ეს გახლავთ საბაჟო კოდექსი, საბაჟო კოდექსში ცვლილებები და ასევე ოლიმპიური მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსით მოგახსენებათ არსებობს ცალკეული ნორმები, რომლის ვადა იწურება 2026 წლის 1 იანვარს. წარმოდგენილი პროექტით ამ ცალკეული ნორმების გადავადება ხდება, შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ, რომელი ნორმებს ეხება ეს, ასევე ხდება ზოგიერთი ხარვეზის გასწორება, რომელსაც კოდექსი მოიცავსა და აიდენტიფიცირებული იქნა პრაქტიკაში. ასევე კოდექსი ითვალისწინებს, კანონპროექტი ითვალისწინებს ბაზრობის ორგანიზებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის მოქმედი სპეციალური რეჟიმების გაუქმებას, რომელიც არამოქმედებულა ამ საკითხს დეტალურად ვისაუბრებ. ასევე კოდექსის წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება განთავისუფლება ოქროს მიწოდებისა და საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ტექნიკისგან განთავისუფლება, ამის მიზეზებსაც მოგახსენებთ დეტალურად. მოკლედ, დავიწყოთ. 26 და 26 ორი პრიმა მუხლები განსაზღვრავს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებს ბაზრობის ორგანიზებისა და ბაზრობის ტერიტორიათა მოვაჭრეთათვის. ეს ნორმები მისი შემოღების დღიდან არ მოქმედებულა. ერთ-ერთი 26 მუხლი შემოღებულია 2012 წელს, 26 პრიმა მისი ალტერნატივა შემოღებული იქნა შემდგომში, თუმცა ნორმები არის მძიმე, იმ გაგებით, რომ ის მოითხოვს გარკვეულ ქმედებებს, როგორც ბაზრის ორგანიზებისთვის, ბაზრის ორგანიზატორისგან, ასევე მოაჭრისგან და ეს იმდენად რთული და განსახორციელებელი აღმოჩნდა, რომ იგი ფაქტიურად არ ამოქმედებულა და დღემდე ასე მოვიდა.
ასევე მისი ამოქმედება შეუძლებელია იმ მიზეზის გამო, რომ ეს ნორმები ითვალისწინებს ვაჭრობის მოვაჭრეთა პირების გადაყვანას, მოვაჭრეების გადაყვანას 3%-იან განაკვეთზე, მაშინ როცა უკვე 2018 წლიდან ჩვენ გვაქვს მცირე მეწარმის რეჟიმი, რომელიც 1%-იან განაკვეთს ითვალისწინებს, შესაბამისად ამ ნორმამ დაკარგა თავისი შინაარსი, ამის ამოქმედება ვეღარ მოხდება, აღარ არის კონიურული მისი ამოქმედება, შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება და წარმოდგენილია კანონპროექტი, რომ ეს ნორმები სრულად იქნას ამოღებული და ის თამდევი ნორმები, რომელიც ამ ბაზრობის ორგანიზებას ამ ორივე მუხლს უკავშირდება. იგულისხმება ბაზრობებთან დაკავშირებული სპეციალური რეჟიმები. შემდეგ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო ანგარიშგების მუხლში შედის ტექნიკური ცვლილება, იქ მითითებულია, რომ კალენდარული წელი არის საანგარიშგებო და ზუსტება, რომ საანგარიშო წლის დასრულებიდან 12 თვეში მოხდება წარდგენა, ეს არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება და ხდება დაზუსტება. კანონმდებლობის მიხედვით ახლა შეღავათებზე გადავალ, კერძოდ კანონმდებლობის თანახმად სასოფლო-სამეურნეო სფეროში 2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დებულების მოქმედება გაგრძელდება 28 წლის 1 იანვრამდე. რაც გულისხმობს ეს. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოგახსენებათ დაწესებული არის რიგი შეღავათები 200.000-მდე ერთობლივი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან თუ პირველადი პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდების შემთხვევაში. ასევე ამ პირთან მომუშავე დაქირავებულიც თავისუფალია მიღებული ხელფასიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადისგან. ეს ნორმები იქნება გადავადებული ასევე 2028 წლის 1 იანვრამდე. ასევე გადავადება ხდება სოფლის მეურნეობის კოოპერატივებთან დაკავშირებული შეღავათების, რომელიც ასევე 2026 წლის 1 იანვრამდე არის კოდექსით განსაზღვრული და აქ შეღავათები დაწესებულია მოგების და დივიდენდის ნაწილში, რაც ასევე გადავადება 2028 წლამდე. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ცვლილებები, რომელსაც არ ამოუწურავს თავისთავად და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შედეგად ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ეს ასევე გაგრძელდეს 2028 წლამდე, რაც გულისხმობს, რომ რეზიდენტი იურიდიული პირის საქართველოს საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭრო დაშვებული სასაზღვრო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული შემოსავალი დღეს მდგომარეობით თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ეს მოგხსენებათ ბირჟის ხელშეწყობის მიზნით დაწესდა თავის დროზე კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და ეს შეღავათებიც, რაც უკავშირდება ფასიან ქაღალდებს, ასევე გაგრძელდება 2028 წლამდე. კანონპროექტის მიხედვით ასევე დღეისგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლდება საინვესტიციო ოქროს მიწოდება. მოგახსენებათ, საინვესტიციო ოქრო გახლავთ ფინანსური ინსტრუმენტი, ისევე როგორც ფინანსური ქაღალდი, ფინანსური, ესე იგი, საინვესტიციო იგულისხმება არა სამკაულები და ოქრო, ჩვეულებრივი ოქრო, არამედ საინვესტიციო ოქრო, რომელიც არის დაგროვების, გაცვლისა და გაცვლის საშუალება და აქედან გამომდინარე მისი შინაარსის გათვალისწინებით, რადგან ეს არის ფინანსური ოპერაცია, ამ ბაზრის ხელშეწყობის მიზნით ხდება განთავისუფლება საინვესტიციო ოქროს მიწოდების, ისევე როგორც მისი იმპორტის. დეტალებზე შემიძლია შემდეგ ვისაუბროთ. ასევე თამბაქოს ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებული შეღავათი მოქმედებს დღეს. მოგახსენებათ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნითაა ეს შეღავათი დაწესებული და მისი მოქმედების ვადა იწურება 2026 წლის 1 იანვრს. ასევე კანონპროექტი შემოთავაზებულია, რომ ეს ნორმის მოქმედებაც გაგრძელდეს 2028 წლის 1 იანვრამდე. გარკვეული შეღავათების მოქმედების ნორმა ასევე გრძელდება, იგულისხმება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვადის გაგრძელება ბაზრობის ტერიტორიაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ბაზრობაზე პირი არ არის ვალდებული გამოიყენოს სალარო აპარატი, ეს ნორმა გაგრძელდება, ნორმის მოქმედება გაგრძელდება 28 წლამდე. ასევე ფიზიკური პირები, რომელიც საკუთრებაში ფლობენ ქონებას და აქირავებენ, ეს იგულისხმება საკურორტო ადგილებზე, ძირითადად ეს გამოიყენება აჭარაში, ქობულეთში და ბაკურიანშიც გარკვეული პირები იყენებენ, ესე იგი ეს არის 10 ლარიანი ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრა ფიზიკური პირის
ამ ნორმის შენარჩუნებაც მიზანშეწონილად ჩაითვალა ჯერჯერობით, რადგან ეს აქტიურად გამოიყენება და აქედან გამომდინარე, რომ არ გაუარესდეს იმ პირების მდგომარეობა, ვინც ამით სარგებლობს, შემოტანილია კანონპროექტში ცვლილება, რომ 2028 წლამდე ამ ნორმის მოქმედებაც გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, კოდექსი ითვალისწინებს დაუმთავრებელი მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით 2026 წლამდე 2008 წლამდე დაწყებული მშენებლობების დღესგან განთავისუფლების ნორმებია ჩადებული გარდამავალდებულებებში. ეს ნორმა რამდენჯერმე გადავადა და ნორმა წარმატებით იმუშავა, როგორც ჩვენ ვაგვირდებით, ძალიან ბევრი დაუმთავრებელი მშენებლობა დამთავრდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ნორმას არ ამოუწურავს თავისთავი და ამ ეტაპზე წარმოდგენილია, რომ ნორმის მოქმედება გაგრძელდეს 2028 წლის 1 იანვრამდე. ჩვენი დაკვირვებით შესაძლებელია, რომ ბატონო 8 წლამდე დაწყებულზე იგულისხმება და ესე იგი არის სპეციალური სია, რომელიც მერიაში კონკრეტულ ობიექტებზე და ამ ობიექტების დასრულებისთვის, რომელიც დაწყებული იყო მაშინ და შემდეგ ახალმა ინვესტორებმა გააგრძელეს. ესე იგი ეს ნორმა მუშაობს და ვფიქრობთ, რომ 2028 წლისთვის უკვე ეს ობიექტები, რომელიც თითქმის სრულად უნდა იყოს დასრულებული, თუმცა თუ არ იქნა დასრულებული, ალბათ შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. მაგრამ ჩვენი მოსაზრებით, ჩვენი დაკვირვებით შესაძლებელია 2028 წლამდე ამ ნორმამაც ამოწუროს თავისი თავი. რაც შეეხება ასევე რამდენიმე დაზუსტებითი ხასიათის ცვლილება შედის, მოგეხსენებათ, საფინანსო ინსტიტუტები გადავიდნენ 20%-იანი მოგების დაბეჭდაზე, შარშან ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც საფინანსო ინსტიტუტები 2024 წლიდან იბეგრებიან 20%-იანი განაკვეთით, მოგების განაკვეთით. თუმცა ამავე დროით, თუ საფინანსო ინსტიტუტი თავის მოგებას გაანაწილებს იმ პირზე, რომელიც არა ესტონურ მოდელზეა, თუ ესტონური მოდელზე გადასული პირი არის დამფუძნებელი საფინანსო ინსტიტუტის, ამ შემთხვევაში ის რო გაანაწილებს მოგებას, მას უწევს დივიდენდის დაბეჭდა და გამოდის, რომ ესე იგი დივიდენდი მათ მიმართ ასეთ შემთხვევაში არ განუვლებულა. ასეთ შემთხვევაში მოგების განაწილება აღარ იბეგრება, მოგების განაწილება შესაბამის ჩანაწერი არსებობს, დივიდენდის განაწილებაზე არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ესე იგი სამართლიანია, რომ 20%-იანი განაკვეთი იმიტომ შეიქმნა შემოღებული, რომ დივიდენდი განუვლებელი იყო და შესაბამისად ასეთ შემთხვევებში გაცემული დივიდენდი რომ არ იბეგრება, ასეთი შინაარსის, ესე იგი, პროექტია შემოტანილი. შემდეგ სადაზღვევო ორგანიზაციებზე ტექნიკური ხარვეზი სწორდება, მათი ესე იგი მოქმედების ვადა ისინი გადავიდნენ 24 წლიდან, თუმცა გარდამავალდებულებში ერთ ადგილზე ჩარჩენილია, რომ ის როგორც სხვა ობიექტებზე 8-დან 17 წლამდე მოქმედების ვადაა განსაზღვრული, რაც სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის არ არის რელევანტური და აქედან გამომდინარე ეს თარიღები ზუსტება, რომ გაუგებრობა იქნას აღმოფხვრილი. 309 მუხლის 131 ნაწილის ახალი რედაქცია მიზნად ისახავს, რომ შენარჩუნებული იქნას ის დებულებები, რომელიც განსაზღვრავს იმპორტის გადასახადის დღეითი და იმპორტის შემთხვევაში დღეითი დასაბეჭდი თანხას, მოგეხსენებათ იმპორტის დროს დასაბეჭდი ბაზაში შეიტანება იმპორტის თანხა, აქციზის თანხა და ასე შემდეგ და ასე ანგარიშება, თუმცა გარდამავალდებულება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ესე იგი გარკვეული საფასურები და ხარჯები უნდა ყოფილიყო შეტანილი ამ ასევე დღეს ანგარიშებაში, თუმცა ტექნიკურად ეს დაკავშირებულია პროგრამის სრულებასთან, ამდენად ჯერჯერობით საჭიროა ეს ამ ნორმის შენარჩუნება, რადგან შენარჩუნებული იქნას ის რეჟიმი და ის რეჟიმი, რომელიც დღეს არსებობს. ასევე საბაჟო კოდექსის მეათე წიგნის, რომელიც საბაჟო განთავისუფლებებს გულისხმობს, მათ გადავალდებასთან დაკავშირებით, რომელზეც საბაჟო კოდექსის განხილვისას მოგახსენებთ, ასევე ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსშიც. ეს გახლავთ ძირითადად შინაარსი ამ ცვლილებებისა. თხოვთ მხარდაჭერას. კოლეგო, ცვლილებები ბევრია, თუმცა ძირითადად ვადის გადაწევებია. მე ერთი მაქვს კანონები, რაც ჩვენ მივიღეთ, ასე ვთქვათ, შემთვალწინ გაიარა და გასაგებია ჩემთვის პირადად, თუ კოლეგებს ექნება შეკითხვა. ერთადერთი, როგორც ჩანს,
აი თქვათ იგივე 2008 წლამდე გაჩერებული ბინები, მახსოვს მეც გადავიტანე რამოდენიმეჯერ 15-16 წელს და ასე შემდეგ და ეს 28 წელი ცოტა მეტი ხوار გავაკეთოთ. თუ 29-ს ფიქრობთ, რომ ის არჩევნო წელია, იქნება 28 ივლისამდე მაინც გაკეთდეს რაღაც. მე ახლა არ ვთხოვთ პასუხს, იქნებ დაერაბარაკოთ მთავრობასთან და თუ ჩათვლით საჭიროდ რომ უფრო გავზარდოთ, რომ ყოველი 2 წელიწადში ერთხელ არ გადავწიოთ ესვა და მე პირადად ამაზე თანახმავი იქნები და სწორი იქნები. იმიტომ რომ ერთი თვითონ ესეც ერთი 5 ჯერ არის გადაწეული, აი რო არ შემეშალა, შეიძლება მეტიც. სხვა შეკითხვები გთხოვთ, კოლეგებო? კარგი, ბატონო მამუკა, მე რაც გითხარით, არ არის საჭირო ახლა თუ მზად იქნებით მეორე მოსმენისთვის, თუ ჩათვლით, რომ შეიძლება ყველა არა, მაგრამ რაღაც ან 29 წლამდე გადავიტანოთ, ან 30-მდე, ან და თუნდაც 28 წლის ივლისამდე, თუ არა და პრინციპში თუ საჭირო გახდება, მე რაც გავაგრძელებთ, ეგ იქნება. კარგი, მაშინ ვაღენებ კენჭის ხრაზე, ვინ არის მომხრე? მადლობა. ამით საკითხები ამოწურულია. საბაჟოდეს კი ბატონო. მე როგორც წესი პირველ მოსმენაზე შეიძლება ერთად გაგვივლუეთ და კი ბატონო. საბაჟო გაგვივლი კი ბატონო. მოგახსენებთ საბაჟო კოდექსის ცვლილებების შესახებაც, ესეც ანალოგიურად იმ ნორმების გადავადებებს ეხება, რაცაც 2026 წლის 1 იანვარს გაზდის ვადა და სამი ცვლილებაა სულ, ესე იგი გადავადება ოქროსიასთან დაკავშირებული ნორმები, მოგახსენებათ ოქროსია მოქმედებსა და ამ ნორმით სარგებლობს ძალიან ბევრი კომპანია. შემოვიდა პარალელური ნორმა 2019 წელს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ცნება შემოიტანა ამ პრივილეგიითაც ამ სტატუსითაც სარგებლობს უკვე 30-მდე კომპანია, თუმცა ჯერ არ ამოუწურავს თავი ესე იგი ოქროსიას და ამისი გაუქმებით შესაძლებელია გაუარესდეს გარკვეული იმპორტიორებისა და გადამზიდავების ესე იგი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია რომ ეს ნორმა გადავადესა და შემდეგ როგორ იმუშავებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი და რამდენი მიიღებს იმის მიხედვით იქნას გადაწყვეტილება მიღებული. შემდეგ 2028 წლამდე ასევე გადავადება კანონ პროექტის მიხედვით საქონლის საქართველოში შემოტანასთან და საქონლის საქართველოდან გატანასთან დაკავშირებით ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენის ვალდებულების განთავისუფლება, რადგან ეს ნორმა არ ამუშავებულა იმის გამო, რომ ეს მოითხოვს არა მხოლოდ საბაჟოს გამზაობას, არამედ იმპორტიორისგანაცა და ეს ჯერჯერობით ამის საფუძველი, ეს ტექნიკური ნაწილი არ არის მომზადებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ 2 წელი საკმარისია იმისთვის, რომ ეს საბაჟოც და გადამზიდავებიც იმპორტიორებიც მოემზადონ ამ სიახლისათვისა და ესე იგი ეს ნორმაც დაინერგოს პრაქტიკაში. ასევე გადავადება ხდება მე-10 წიგნისა, ეგრეთ წოდებული განთავისუფლებების, რომელიც ევროკავშირის თან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოხდა ჩვენთან, ესე იგი ამის გადმოტანა, თუმცა ჯერჯერობით ამის ესე იგი ტექნიკური უზრუნველყოფა არ არსებობს სირთულეები, რომელიც მის დანერგვასთანაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეღავათები არ იმოქმედებს, შეღავათები ასევე გრძელდება იმ შეღავათების მოქმედება, რომელიც სხვა ნორმებითაა განსაზღვრული, თუმცა რადგან ეს ტექნიკურ სირთულეებთანაა ასევე დაკავშირებული მისი დანერგვა, მიზანშეწონილია და წარმოდგენილია პროექტი, რომ ის 2028 წლამდე გადავადეს. ეს გახლავთ საბაჟო კოდექსს რაც უკავშირდება. კი ბატონო, რაც შეეხება ოლიმპიური ესე იგი მოძრაობის შესახებ კანონს, აქ შედის რედაქციული ტექნიკური ხასიათის ცვლილება, იქ იყო ერთი ნორმა, რომელიც აი მე მოგახსენეთ სპეციალური სავაჭრო ზონების გაუქმებასთან საგადასახადო კოდექსში, აი ეს 26 მუხლის მზე მითითება გახდათ ერთ-ერთ ნორმაში, ამ კანონში, ოლიმპიური მოძრაობის შესახებ კანონში იყო მითითება ამ 26 მუხლში, რადგან კოდექსიდან ამოღება ხდება 26 მუხლის, შესაბამისად ცვლილება ხორციელდება ამ ხსენებულ კანონშიც. კოლეგო, ეს პაკეტი არის, თუ არის რომელიმე კანონ პროექტზე კიდევ ერთხელ შეკითხვა, თორე და ერთად უყრეთ გენს. კარგი, მაშინ ხარი დაუჭიროთ. მადლობა ბატონო მამუკა, ამით ამოიწურა დღის წესრიგი.